გიგი უგულავა ნიქოზიაში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თვალსაზრისით შექმნილი სიტუაცია ცალკე საკითხად იყო შეტანილი. გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, საარჩევნო კოდექსი ჯერ კიდევ არ არის მიღებული, რაც წინასაარჩევნოდ მრავალ შეკითხვას ბადებს. კომიტეტი მონიტორინგის მიზნით საქართველოში მისიის გამოგზავნის საკითხს განიხილავს. მიუხედავად საქართველოს მთავრობის ჯიუტი მტკიცებისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფორუმებზე არ ისმევა შეკითხვები, ფაქტი ჯიუტად სხვა რამეს მეტყველებს, არ არსებობს შეკრება, არ არსებობს თემა, რომელიც საქართველოს ეხება, არ არსებობს შეკითხვა, რომელიც საქართველოს ეხება და არ უკავშირდებოდეს პოლიტიკურად მოტივირებულ ოპოზიციის დევნას და დაჭერებს. გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეიძლება ჭიდრო იყოს მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება, რომ ეს თავხედობა, რომელსაც დღეს მთავრობა მიმართავს, იყოს შეჩერებული. ჩვენ მონიტორინგის კომიტეტს წარუდგინეთ თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, არის ძალიან დაინტერესება და დადებითად არის შეფასებული ის მიდგომები და ეს ნება, რაც საქართველოს მთავრობამ გამოვავლინა. როცა ახალ კანონზე ვსაუბრობთ, მთავარი ორიენტირი არის თვითმმართველობის ქარტია. ჩემი რჩევა კონსულტაცია და დიალოგი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ახალ კანონებთან მიმართებაში. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, საჭიროა კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ დღეს გქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. ვაპირებთ შევისწავლოთ სიტუაცია და ველოდებით ახალი კანონის ნახვას, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. მას მერე, რაც ამ კანონს ექსპერტები შეისწავლიან, უკეთესი წარმოდგენა გვექნება, რამდენად შეესაბამება ის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიას.